ბათუს მღვიმეები მალაიზიის ცნობილი სანახაობაა. კუალა-ლუმპურის ცენტრიდან აქ მოხვედრა სულ რაღაც 20-25 წუთში შეგიძლიათ. ინდოეთის საზღვრებს გარეთ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდუისტური ტაძარი. სწორედ ამ ტაძარში ტარდება ყოველწლიური ტაიპუსამი, ფესტივალი, რომელიც 3 დღის განმავლობაში აღინიშნება. ამ ფესტივალზე მორწმუნეები იპარსავენ თავს, ხშირად იხვრეტენ ლოყებს, ზურგსა და ენას და გამოქვაბულისკენ ეზიდებიან რძესა და ტვირთს. ამგვარად უძღვნიან თავს შივას შვილს, ომის ღმერთ მურუგანს. თუ ამ ტაძარში სტუმრობას გადაწყვეტს, ნუ ჩაიცვამთ მოკლე შორტს, მოკლე კაბას და ღია მაისურებს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ტაძარში შესვლა აგეკრძალოთ. აქ ნახავთ უამრავ მაიმუნს. ეცადეთ, რომ ხელში არ გეჭიროთ სათვალე და საკვები. შესანიშნავად გამოსდით ნივთების წართმევა და ყბენა. ამიტომ ძალიანაც ნუ გაუთამამდებით, განსაკუთრებით მოერიდეთ პატარა მაიმუნებს. ჯერ ერთი რომ მართლა მაიმუნები არიან, პატარები განსაკუთრებით და მეორე ის რომ მშობლებს აქვთ ხოლმე გამძაფრებულად დაცვის ინსტინქტი. აზიაში ნანახ სხვა ტაძრებთან შედარებით ნამდვილად იყო ბათუს მღვიმეები გამორჩეულად საინტერესო და ფერადი, თუმცა ბუდისტური ტაძრებისგან განსხვავებით ეს ინდუისტური ტაძარი საკმაოდ ბინძური იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ აქ განსაკუთრებულად ბევრი ხალხი და მლოცველი ჩამოდის.